ქუთაისში ავტომშენებლის 7 ნომერში არსებულ სალონს ღამით 4 საათზე ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სალონი სრულიად განადგურდა. სილამაზის სალონი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული. ადგილობრივების თქმით, ზემოთ სართულზე მცხოვრებებს არანაირი სახის ზარალი არ მიუღიათ გარდა იმისა, რაც გარედან ჩანს. ჩვენ დავაფიქსირეთ, ალბათ იყო დაახლოებით 4-15 წუთი რა. სამაშველოს გამოძახებიდან სამაშველოს დააგვიანდა ფაქტიურად. უკვე ცეცხლი ძალიან გაღვივებული იყო და არავის არაფერი არ დაუშავდა. დროულად მოგვარდა ეს ყო დაშებით არავის არაფერი არ დაუშავდა. ქეშაც იყო, შუქებიც ჩამქრალი იყო, ღამე ითიშებოდა, უბრალოდ რეკლამა იყო მარტო დატოვებული. ზარალი რამდენი იქნება დაახლოებით? ძალიან ბევრი. შეიძლება 100,000 ლარზე მეტი იყოს. თუ აქვს ინფორმაცია, ვინ ზემოწხოვებს მაცხოვრებლებს, რაიმე პრობლემა შეექმნათ? არა, არავის არაფერი პრობლემა არ შექმნია საერთოდ. უბრალოდ მოულოდნელად მოხდა და თვითონაც არ იციან რა მოხდა. თუ უცხო ტიპებმა შეამჩნიეს და ბიჭები იყვნენ, ასე ამბობენ და არ ვიცი, იწვისო და მიხედეთო და მერე იყო ეს უბრალოდ რო გავრცელდა ასე. ხმები იყო ბათქაბუთქის, მაგრამ ახალწლთან დაკავშირებით რო იყო, ყველა ხლაპუშკები ეგონა ახლა. რა ვიცი, მე ფაქტი აგერა და მე გვიანეს რო გასკდა აგერ ხო ყრია ძირს რაღაცები ხმაზე იყო მე გამოსული ხალხი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამაშველო სახანძრო ბრიგადამ ზარის მიღებიდან რეაგირება 3 წუთში მოახდინა. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.